ჯადოს, სატანის, ბოროტისულის, მწუხარების, სასოწარკვეთის წინააღმდეგ, ან და სამადლობლად, ცადიდებლად, სავედრებლად, ან ცუდ ხასიათზე ყოფნის, საყვარელ ადამიანთან ჩხუბის, განშორების თუ შერიგების, მოსავლის დათესვის თუ აღების, თუ მოგზაურობის წინ. მოკლედ, როდის რომელი ფსალმუნი უნდა წავიკითხოთ? როგორ მივმართოთ ჩვენი ლოცვა სწორ დროს, სწორი ფსალმუნით? ჩაიწერე ან დაიმახსოვრე, რა დროს რომელი ფსალმუნი გამოგადგება. ვკითხულობთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა 2016 წლის გამოცემას. ფსალმუნთა კითხვის წესი ყოველგვარი საჭიროებისათვის, წმიდა მამათა რჩევა დარიგებების მიხედვით. იკითხე შემდეგი ფსალმუნები: ღვთისადმი სასოებისათვის მე-10, სულის დამდაბლებისათვის მე-5, 27, 43, 54, 78, 79, 128. ცოდვათა შენდობისათვის და სინანულის ჟამს მე-6, 24, 50, 56, 129. სულიერი მღელვარების ჟამს 20, სულიერი სნეულების ჟამს 36, 39, 53, 69. მწუხარებისა და შეჭირვების ჟამს მე-3, მე-12, 21, 62, 76, 82, 142. სულიერი სიხარულის ჟამს 102, 103, რათა დაცული იყო მძიმე ცოდვათაგან მე-18, რათა მიიღო 7 აღსასრული 38. ოდეს შესთხოვ ღმერთს წყალობასა და მოწყალებასა 66. მადლიერებისათვის ღვთისაგან მომდინარე ყოველი სიკეთის გამო 33, 45, 47, 64, 65, მე-80, 84, 97, 115, 116, 123, 125, 134, 145, 142, 149. უფლის სადიდებლად 23, 82, 92, 95, 100, 112, 113, 114, 133, 138. საჭიროების ჟამს ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისათვის მე-9, 74, 104, 105, 106, 107, 117, 135, 127. სხვადასხვაგვარი გარემოებებისას, რათა უფალმა შეისმინოს ლოცვა შენი მე-16, 85, 87, 140. ოდეს გენებოს მადლობა შესწირო უფალს 22. მადლობისათვის ოდეს უფალი გმწყსის და კეთილად განაგებს გზათა შენთა 22. მარადიულ სამყოფელში გადასახლების სურვილის ჟამს 83. მტერთაგან, აგრეთვე კაცთა და ბოროტსულთაგან, ბზაყრობათაგან მომდინარე განსაცდელების ჟამს 90, მე-3, 37, მე-2, 59, 53, 129. სახლიდან გასვლის წინ 31. მგზავრობის ჟამს 41, 42, 62, 142. ჯადოს, მისნებისა და ჯადოქრების საწინააღმდეგოდ 49, 53, 58, 129, 63. ბოროტსულთა თავდასხმათა საწინააღმდეგოდ 45, 67. მოწყინებისა და უნებლიე მწუხარების ჟამს 90, 26, 101. ოდეს ხედავ მრავალთა ამპარტავნებასა და ბოროტებას, ოდეს კაცთა არაფერი წმიდა არ გააჩნიათ მე-11. შენ წინააღმდეგ აღმართულ ბრალდებათა და ცილის წამებათა ჟამს მე-4, მე-7, 26, 51. დევნულობის ჟამს 53,
55, 56, 151. ოდეს მტერი განაგრძობს შენი დაღუპვის მცდელობას. 34, 25, 42. შეჭირვებულთა ნუგეშინის ცემისათვის. 19, სამადლობელი მტერზე გამარჯვებისას. 17, ოდეს გესმის ღვთის განგებულების გმობა. 13, 52. ოდეს ხედავ, რომ უკეთურნი კეთილდღეობენ, ხოლო მართალნი შეჭირვებული არიან. 72. სნეულების ჟამს. 29, 46, 69. თესვის წინ. 64. ყინვისაგან დასაცავად. 157. წყალდიდობისაგან დასაცავად. 62. ქურდობისა და ძარცვისაგან დასაცავად. 51. რათა განიკურნოს სიძუნწისაგან და გასცემდე მოწყალებას. 40. მიცვალებულთათვის. 118, 50.